მოახერხებოდა თქვა და ეს ვერ მოახერხებდა იგვინებს და ძალიან ცოტა სახეობები მოყავს თქვა. ებნა უკვე ჭირს მეთქი ისევერებს და ნახავთ. აბა შეხედით რომ ისევერები. დაკავშირებით რომ მათ უნდათ რომ თქვენ წასულიყავით ქვეყნიდან რათა არ ქონოდათ პირველი რასაც გავაკეთებ მიმართავ სასამართლოს ილუზია არ მაქვს ჩვენი სასამართლოს მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა ამავდროულად არ ვაპირებ შევაჩერო პროცესი რომელიც დავიწყე როგორი გეგმებიც ჰქონდა ისეთივე გეგმებით გავყვები და განვახორციელებ და მივახცე მას რასაც გეგმავდი ჩემს გუნდთან ერთად თვით ილუსტრაცია მოახდინეს გარკვეული პრობლემები ალბათ მეჩი შედეგი ერთი იქნება რომ არჩევნებს რომლებსაც ისინი აპირებენ ამ გზით ჩემი გათიშვის გზით ჩაატარონ და რომ მივიდნენ თქვა თეორიულად დაუშვათ და ესეთი არჩევნები შედგეს რა თქმა უნდა ესეთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება კიდევ რაღაც უცნაურობას ველოდები თქვა ამის შემდეგ მე ვაპირებ ძალების გაერთიანებას შემოკრებებას ყველა ჯანსაღი ძალა პოლიტიკური ძალა და მე მგონი რომ ამას მოვახერხებ ერთად დავდგეთ ძალიან დიდი ალბათობით თუ გაინტერესებთ 90% მინიმუმ ალბათობით მე ვაცნობიერებ რომ ჩვენ მოვალთ აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში. ის აქტივები რომელიც გაგაჩნიათ და რათა პირველად რაც იქნება ეს არ შეიძლება რომ ვთქვათ გაიყიდოს ჩაკოჩის დარტყმით ალბათ იქ მუშაობენ უკვე სურვილები როგორც გაიყიდება ისე უნდა გავყიდო მე იძულებული ვარ და ეს გასაგებია რომ იქ არავინ არ დამზოგავს და გასაგებია რომ მე ალბათ მინიმალურ ფასებში მომიწევს ყველაფერს გაყიდვა. თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ აუცილებლად რეალიზაციას გავუკეთებ ყველაფერს. აღრმავება ურთიერთობის ევროპასთან და ამერიკასთან, რადგან ეს ორი ცდა ხედავთ უკვე შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია რომ ევროპელებსაც კი გაუჩნდეს სურვილი ინვესტიციების ჩადების საქართველოში. არათუ იმ ქართველებს, რომლებიც გადახვეწილნი არიან დღეს საქართველოსთან და დაბრუნების დიდი სურვილი პირველ რიგში მე იმედი მაქვს, რომ ისინი დაბრუნდებიან და პირველი ინვესტიციები იქიდან წამო. მე ძალიან კარგად ვიცი. როგორ გარემო უნდა ბიზნესმენს, მე იქ ვიყავი ძალიან დიდხანს, მე ამას შევქმნი უნიკალურს. ინგლისში სხვაების გაუწყვეტია, რა თქმა უნდა, ეს გასაკეთებელი იყო და უნდა გაკეთებოდეს. მე არ მაქვს არჩევანი. არჩევანს აკეთებს რუსი ხალხი. ვისაც აირჩევს რუსი ხალხი, მე იძულებული ვიქნები მასთან დავიждე მაგიდაზე და მასთან შევეცადო დავალაგო ურთიერთობა. დიდი ალბათობით მე გეთანხმებით რომ ეს იქნება პუტინი. ჩემი აზრით, მთელი საქართველოს შემოყურებთ როგორც კაცს, რომელიც რუსებს მოსწონთ ეს კაცი და ეს მათი საქმეა. თუმცა რა თქმა უნდა, ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც, ცივილიზებული სამყაროსთვის უფრო დემოკრატიული რუსეთი იქნებოდა საინტერესო. სადახელისუფლება ღია ბრძოლა ესე დავარქვათ, რომელიც დაიწყო. დღეს მე მიმაჩნია რომ მოვლენები ისე ვითარდება და მომავალსაც ესე უყურებ რომ ისე განვითარდება რომ სწორი ქმედებით ინტერესთა თანხვედრა შეიძლება მივახციოთ. ჩვენ უნდა დავიჭიროთ ის ადგილი რომ მოსახერხებელი იყოს ამერიკისთვის, ევროპისთვის და მისაღები იყოს რუსეთისთვის.